სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შაბათ დღეს წიგნის კითხვა უკვე ტრადიციად იქცა. ამჯერად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში შეკრებილმა ახალგაზრდებმა ვეფხისტყაოსანზე ისაუბრეს. შოთა რუსთაველის პოემის შესახებ საკუთარი მოსაზრებები რუსთაველის კლუბის დამფუძნებლებმა, ვებგვერდ რუსთაველი კომის იდეის ავტორებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს. ღონისძიების პარალელურად ინტელექტუალური კონკურსიც გაიმართა. ორგანიზატორებმა გამარჯვებულები სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს. უძმის კუთხევით დავითიანი ორ შაბათს აგრძელებს წიგნის კითხვის დღესად მიმოწვეულ ღონისძიებებს. დღეს აჯანყებულ ბიბლიოთეკაში განვიხილავთ შოთა რუსთაველის შემოქმედებას ვეფხისტყაოსანს, რომელიც არის ქართული საგვამძური და წარმოადგენთ ნამუშევრებს სხვადასხვა ორგანიზაციების, რომელთაც მიუძღვნის ვეფხისტყაოსანს საერთო ცხოვრებას ძალიან დიდი დრო დაუთმეს მის კვლევას და დღეს წარმოადგენთ სხვადასხვა მიმართულებით საიტს ვეფხისტყაოსნის შესახებ, ასევე ახალგაზრდებს განაცხადნენ მკვლევარები ჩვენი საგვამძურის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას. თავისთავად წამოწყება კონკურსები, ვკითხულობთ რუსთაველს, რა თქმა უნდა მისასალმებელია და ჩვენ წლიდან წლამდე მონაწილეობთ ხოლმე სხვადასხვა ფორმატით იმართება ეს თავყრილობები. ეს არის ძალიან საინტერესო ორი პროზაული ვერსია ვეფხისტყაოსნის, არის ენციკლოპედიური გამოცემა, სადაც თავმოყრილია 200-მდე ავტორის შეხედულებები, გამოთქმები, კვლევები რუსთაველთან დაკავშირებით, რაც თითოეულ ადამიანს აპოვნინებს თავის შეხების წერტილს რუსთაველთან.